დაახასიათეს საკუთარი თავის სამი სიტყვით. ორი რო იყოს? იყოს ორი. მაშინ გამოუსწორებელი ხულიგანი. როდესაც გინდა გაქცევა, სად მიდიხარ? ვიძინებ. შენი პროფესიიდან თუ პოლიტიკაში არ წახვიდოდი, რას გააკეთებდი? ფეხბურთის კომენტატორი ვიქნებოდი. ვინ არის ადამიანი, ვინ შენს ცნობიერებაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა? მე მგონი ეს უფრო ადამიანთა ერთობლიობაა და არა ერთი ადამიანი. ერთი ადამიანი თუ ვინმე არის ასეთი ოჯახის წევრია და ბაბუას დავასახელებდი ამ შემთხვევაში. რომელი ბიბლიური მაგალითია შენთვის სამაგალითო? მთავარი თეზა არის ჩემთვის სამაგალითო, რომლის დაცვაც ყველაზე რთულია ჩემთვისაც და სხვისთვისაც. არ გავუკეთო ისაც, არ გინდა თავად გაგიკეთო. როგორი ამომრჩეველი იმსახურებს პატივისცემას? ამორჩეველი გონიერი. ზოგადად გონიერი ადამიანი იმსახურებს პატივისცემას. აზრი იმსახურებს პატივისცემას. ამორჩეველი აზრის გარეშე პატივისცემას ისევე არ იმსახურებს, როგორც სხვა ადამიანი აზრის გარეშე. საკუთარი თავის კრიტიკის ტრადიცია თუ გაქვს? ნუ ზოგადად ისე მოხდა, რომ ყოველთვის მეგობრობდი იმ ადამიანებთან, ვისაც ჩემი კრიტიკა არ ეზარებოდა. იმიტომ რომ ვიცოდი, რომ თუ გინდა უკეთესი გახდე, კარგი კრიტიკული აზრი ყველაზე ძვირფასია ამისთვის. ტრადიცია თუ ინოვაცია? ერთიც და მეორეც. ინოვაციის შიში არ შეიძლება და ყოველთვის ღია უნდა იყოს ინოვაციებისთვის, ისევე როგორც ტრადიციების დავიწყება არ შეიძლება. გუნდური მუშაობა თუ ინდივიდუალური? გუნდური, მე ფეხბურთის ფანი ვარ. სად ხარჯავს სახელმწიფო ყველაზე მეტ დროს უაზროდ? სახელმწიფო ბუნებაში არ არსებობს, ამიტომ ის ვერანაირ დროს ვერ დახარჯავს. მაგრამ თუ მეკითხებით, სახელმწიფო ყველაზე მეტ დროს ადამიანს სად ახარჯინებს, ალბათ ციხეში. რომელ პატარა ცვლილებას შეუძლია ქვეყნის ცხოვრებაში დიდი გავლენის მოხდენა? როგორც ერთ-ერთი პოეტი ამბობს, პეპელის ფრთების გაქნევას ატლანტის ოკეანის მიქცევა მოქცევის ცვლილებაც კი შეუძლია. მაგრამ ჩვენ არ ვიცით რომელი და როგორი პეპელის ფრთის გაქნევაა ეს. ასევე არ ვიცით რა გამოიწვევს ასეთი ტიპის ცვლილებებს. კერძი, რომლის მომზადებაც თავად შეგიძლია? ნუ მაინც და მაინც მაგარი მზარეული არ ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ ცხოვრობდი მარტო სხვადასხვა ადგილას და თავის გატანა მათ შორის საჭმლის მომზადება მიწევდა. ამიტომ პრიმიტიულ საჭმელებს ვერევი და კვერცხის შეწვა და სოსისის მოხარშვა შემიძლია. მწვაძეც გავიწევი რამე რო იყოს. რა არის იაკო? შენთვის ოჯახური სიწმინდე? ოჯახში ტყუილის არ არსებობა. პირველი რეფორმა თბილისის მერის პოსტზე, რასაც განახორციელებდა. ასე